საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. 2016 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონკურსის შედეგად 17 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამაზე საფრანგეთში გაუშვა. განათლების საერთაშორისო ცენტრი აპრილში 2016 17 სასწავლო წლის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის გამოცხადებასაც აპირებს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმ ელამნაის, იმ კურსდამთავრებულების შეხვედრას, ვის ჩვენი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა ტრეინინგის მონაწილენი იყვნენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ის შეხვედრა, რომელიც კურსდამთავრებულების თანამშრომლობას სოციალურ პროექტებში და არა მარტო შეუწყობს ხელს. გასული წლის ნოემბერში ვესწრებოდი მედია ტრეინინგს, რომელიც ჩატარდა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ეს იყო უაღრესად საინტერესო ტრენინგი და ზოგადად განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებს, სადაც ჩემი აზრით საჯარო სამსახურში დასაქმებული ყველა პირი უნდა იყოს ჩართული.